მეცხოვრებაში ასეთი ჭრილში არასდროს მინახავს. აზწმე. სხვათა შორის ჭრილში ბლიად. კაპეცი. და ცეცხლი თითქოს არარეალურია, ხო? თითქოს კომპიუტერული გრაფიკაა. ხო? რუსეთში ამ წუთებში იწვის ქვეყნის ყველაზე დიდი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. რუსეთის ქსტოვოში, ნიჟეგოროდის ოლქში 2 ივლისის ღამეს აფეთქებები მოხდა, რის შემდეგაც ლუკოილის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. ამ ფონზე რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმაში საბოლოოდ აბრუნდნენ. რუსეთს შეიძლება პური აღარ დარჩეს. რუსეთის ხელისუფლება მალავს ქვეყანაში საწოვის კრიზისის მასშტაბებს. ეს იყო განცხადება რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის ოჯახის დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელის მხრიდან. ივნისის ბოლოსთვის რუსეთის ფედერაციის 12 სუბიექტში AI-92 მარკის ბენზინი უფრო ძვირი ღირდა, ვიდრე მისი ანალოგი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამავე დროს, კვლევითი სამსახურის გელაპის მონაცემებით, რუსეთში იმ მოქალაქეთა წილი, რომლებიც ჩივიან ცხოვრების დონის შემცირებაზე, 2026 წელს 20 წლის განმავლობაში მაქსიმუმს მიაღწია. ვლადიმირ პუტინისთვის აქ კიდევ ერთი ცუდი ამბავია. ნავთობის ფასები მსოფლიო ბაზარზე დაეცა იმ დონემდე, რომელიც ფიქსირდებოდა ახლო აღმოსავლეთში ომამდე. ეს კი ნიშნავს, რომ კრემლის ზემოგება მკვეთრად შემცირდება. ამავე დროს სააგენტო ბლუმბერგი დღეს უბრალოდ შოკს იწვევს. რუსეთმა ჩრდილოანი ფლოტის ტანკერები გამოიყენა ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურის დასაზვერად ევროპულ ქვეყნებში. და სწორედ ამ ტანკერებიდან რუსები უშორდნენ დრონებს ევროპული ქვეყნების მიმართულებით. მეორე მხრივ, გერმანიაში სასამართლოს წინაშე წარსდგა პირველი და ერთადერთი დაკავებული, რომელიც ეჭვმიტანილია ჩრდილოეთის ნაკადის გასცადენზე ტერაქტების ორგანიზებაში. ეს არის 50 წლის უკრაინის მოქალაქე. გერმანიაში უკრაინელს ადანაშაულებენ სამხედრო დანაშაულის ჩადენაში. ჩემი სახელია ალექსეი პეჩი. მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემები. მაგრამ სანამ დავიწყეთ, გთხოვთ გამოიწეროთ არხი და ლაიქოთ და არ დაგავიწყდეთ კომენტარის დაწერა ამ ვიდეოს ქვეშ. მოდით ახლა ერთად შევაჯამოთ 2 ივლისის დღის ამბები. მაშასე დავიწყებ სიახლეებით, რომლებიც ამჟამად ხდება რუსეთში. რუსეთის ქსტოვოში, ნიჟეგოროდის ოლქში 2 ივლისის ღამეს, სწორედ იმ დროს, როცა რუსები კიევში საცხოვრებელ სახლებსა და საავადმყოფოებს ესხონდნენ თავს, ქსტოვოში აფეთქებები მოხდა, რის შემდეგაც ლუკოილის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. უკრაინულმა დრონებმა დაარტყეს ქსტოვოს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ლუკოილ ნიჟეგოროდ ნეფტეორგსინთეზს. ნეფტეორგსინთეზზე აფეთქებების სერიის შემდეგ საწარმოს ტერიტორიაზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა, ხოლო ქალაქ ზემოთ სქელი კვამლი აითხდა. ამ ქარხნის საპროექტო სიმძლავრე წელიწადში დაახლოებით 17 მილიონ ტონა ნავთობს შეადგენს, რაც მას რუსეთის მასშტაბით მეოთხე ყველაზე დიდ ნავთობგადამამუშავებელ საწარმოდ აქცევს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ოფიციალურად აცნობა წარმატებული დარტყმის შესახებ ნიჟეგოროდის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და საწარმოო სადისპეჩერო სადგურ სტაროლიკეევაზე, რომელიც მდებარეობს ქალაქ ქსტოვოში, ნიჟეგოროდის ოლქში. სამიზემდე მანძილი 850 კილომეტრია. უკრაინის სპეცსამსახურში აღნიშნეს, რომ ნიჟეგოროდის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ერთ-ერთი უმსხვილესია რუსეთში. ის აწარმოებს ბენზინს, დიზელის საწვავს, ავიაციის ნავთს და სხვა ნავთობპროდუქტებს, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი გამოიყენება რუსეთის არმიის უზრუნველყოფისთვის. და სწორედ ეს საწარმოო სადისპეჩერო სადგური სტაროლიკეევა წარმოადგენს მნიშვნელოვან კვანძს მაგისტრალური ნავთობპროდუქტების მილსადენების სისტემაში, რომლის მეშვეობითაც საწვავის ტრანსპორტირება ხორციელდება რუსეთის ცენტრალურ რეგიონებში. ანუ როგორც ხედავთ, ეხლა ვურთხამთ არა მხოლოდ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, არამედ ლოგისტიკასაც, რომელიც ნავთობპროდუქტებს რუსეთის ცენტრალურ ნაწილში აწვდის. საინტერესოა, რომ თავად რუსეთში მკვეთრად გაიზარდა მოთხოვნა ავტომობილებზე გაზის ბალონური აპარატურის, იგივე გბოს დაყენებაზე. ივნისში გადაკეთებაზე მოთხოვნების რაოდენობა 35%-ით გაიზარდა მარტ-აპრილთან შედარებით. ამასთან ავტომობილის გბოთ აღჭურვაზე რიგი მომდევნო 3 თვის განმავლობაშია გაწელილი. ამასთან დაკავშირებით დღეს ამის შესახებ წერს რუსული გამოცემა კომერსანტი და წერს, რომ სერვისები, რომლებიც ამით არიან დაკავებული, შოკში არიან. ამბობენ, რომ გადაკეთებით არიან დაკავებული და საჭირო აღჭურულობას აყენებენ ავტომობილებზე. ამავე დროს სერვისები, რომლებიც გადაკეთებით არიან დაკავებული, საჭირო აღჭურულობის შეძენაში სირთულეებს აწყდებიან.
საერთოდ ბენზინთან საქმე იმდენად რთულადაა, რომ რუსები გაზზე გადადიან. ავტომობილისტებმა კარგად იციან, რომ პირველ რიგში თუ გაზზე გადახვალ, მანქანის სიმძლავრე იკარგება. მეორეც, მისი მომსახურება ბევრად უფრო ხშირად არის საჭირო. და მესამეც, ის ბევრად უფრო სწრაფად გაფუჭდება. აქ მნიშვნელოვანია აღნიშნოთ, რომ ახლა რუსული პროპაგანდა გრანდა აქტიურად ავრცელებს ვიდეოებს უკრაინის სასაზღვრო რეგიონებში, ავტოგასამართ სადგურებზე რიგების შესახებ. საქმე იმაშია, რომ ბოლო დღეებში რუსები განსაკუთრებით მძაფრად ესხმიან თავს სწორედ ავტოგასამართ სადგურებს უკრაინაში. პირველ რიგში ფრონტის პირა და სასაზღვრო ქალაქებში. და ცხადია, რატომაც აკეთებენ ამას. იმისთვის, რომ სცადონ რუსების ყურადღების გადატანა მათი პრობლემებიდან და თქვან, რომ აი უკრაინელებსაც იგივე აქვთ, უпростоრად კი, კიდევ უფრო ცუდად აქვთ საქმე. ნახეთ, თქვენ გონიათ, მარტო თქვენ გახართ რიგში ავტოგასამართ სადგურზე. უკრაინელებსაც ზუსტად იგივე მდგომარეობა აქვთ. აი ეს არის მთელი რუსეთი. რუსეთის მთელი არსი. მათ ნორმალური ცხოვრება არ სჭირდებათ. საშუალო რუსს ნორმალური ცხოვრება არ სჭირდება. მისთვის მთავარია, რომ მეზობლებს უარესი ჰქონდეთ. აი ეს, არ ვიცი, რუსის გენეტიკური კოდია, რომ მეზობლებს უარესი ჰქონდეთ. აი თუ მეზობელს უკეთ აქვს, ეს ცუდია. თვითონ არ განვითარდება, თავისთან არაფერს გააუმჯობესებს. ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მეზობელს უარესი ჰქონდეს. ამ ფონზე რუსები რაღაცით უკმაყოფილოები გახდნენ საკუთარი ცხოვრების დონით. რუსების წილი, რომლებიც ჩივიან, რომ მათი ცხოვრების დონე იკლებს. 2026 წელს 20 წლიანი დაკვირვების განმავლობაში მაქსიმუმს მიაღწია. ამის შესახებ აჩვენა კვლევით სამსახურის გელაპის გამოკითხვა. შემდეგ მათ ციტატას მოვიყვან. უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან მალევე, როდესაც რუსეთი იმედოვნებდა კიევის დაპყრობას, რამდენიმე დღეში რუსეთში საზოგადოებრივი აზრი გარშემო დროშას გაერთიანდა და ხალხმა ბევრ ცხოვრებისეულ ასპექტზე მნიშვნელოვნად უფრო პოზიტიურად დაიწყო ყურება. 4 წელი და ნახევარი რომ გავიდა, პესიმიზმმა თავდაპირველი ოპტიმიზმი ჩაანაცვლა. ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის გარიგების იმედები არ გამართლა. რუსეთის ქალაქები ყოველდღიურად უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმებს განიცდიან. ინფლაცია იზრდება და თავად რუსების შეფასებით, ინფლაცია ოფიციალური როსტატის მონაცემებზე 2.5-ჯერ მეტია. შედეგად რუსების ნდობის დონე არმიისა და მთავრობის მიმართ დაკვირვების ისტორიაში ყველაზე ძლიერად დაეცა. ომი რუსების ყოველდღიურ ცხოვრებაში შემოვიდა. კრემლისთვის სულ უფრო რთული ხდება ეკონომიკური ნორმალურობის ილუზიის შენარჩუნება. და აი მოულოდნელად რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმაში არეულობა დაიწყო. რუსეთის ხელისუფლება მალავს ქვეყანაში საწვავის კრიზისის მასშტაბებს, რომელიც უკრაინის დარტყმებმა ნავთობ გადამამუშავებელ ქარხნებზე გამოიწვია. ამის შესახებ განაცხადა სახელმწიფო დუმის ოჯახის დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ნინა ასტანინამ. შემდეგ მოხვება მისი ციტატა. რატომ არ ამბობს პასუხისმგებელი ვიცე-პრემიერი გულწრფელად, რომ ნავთობ გადამამუშავებელი ქარხნების თითქმის მესამედი მწყობრიდანაა გამოსული? და რატომ არც ის, არც სხვა პროფილური ვიცე-პრემიერები და მინისტრები არ აპირებენ ამასთან დაკავშირებით საგანგებო ზომების მიღებას? ქვეყანა შეიძლება პურის გარეშე დარჩეს, რაც საერთაშორისო სანქციების პირობებში სიკვდილს ნიშნავს. რაზე ლაპარაკობს ის, იგითხავთ თქვენ? საქმე იმაშია, რომ მანამდე რუსეთის სამხრეთ რეგიონების აგრარებმა რატომღაც დაიწყეს დიზელის საწვავის დეფიციტზე წუწუნი. ასევე საწვავის პასების მკვეთრ ზრდაზე მოსავლის აღების კამპანიის წინ. ანუ, მოსავლის აღების დრო ახლოვდება. აგრარებს უბრალოდ დიზელის საწვავი არ აქვთ და გაუგებარია რატომ, მაგრამ რაღაცაზე წუწუნებენ ამის გამო. ამბობენ, სად არის დიზელის საწვავი? გახსენეთ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გააძლიერეს დარტყმები რუსეთის ნავთობ გადამამუშავებელ ქარხნებზე. შედეგად ცენტრალურ რუსეთში ნავთობის გადამუშავება ფაქტობრივად შეჩერდა და ნავთობ გადამამუშავებელი ქარხნების დატვირთვა 2009 წლის შემდეგ მინიმუმამდე დაეცა. ამ ფონზე ოფიციალურად საწვავის გაყიდვაზე შეზღუდვები დააწესა 40-ზე მეტმა რეგიონმა, მათ შორის უკრაინის ოკუპირებულმა ტერიტორიებმა. ამასთან რეალურ, არა მხოლოდ ოფიციალურ, არამედ რეალურ მიწოდების შეფერხებებზე ცარიელ და დახურულ ბენზინგასამართ სადგურებზე საჩივრები რუსეთის ფედერაციის 85-დან 80 რეგიონიდან შევიდა. ამავე დროს ვლადიმირ პუტინმა ადრე აღიარა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმები რუსეთის ინფრასტრუქტურაზე პრობლემებს ქმნის და საწვავის გარკვეულ დეფიციტს იწვევს. ამავე დროს მან დაარწმუნა, რომ ციტატა, ყველა დაზიანებული ობიექტი საკმაოდ სწრაფად აღდგება და ყველაფერი ჩვენთან სტაბილურად მუშაობს. იცით, ამ მომენტში მინდა უთხრა ყველა იმ რუსს, ვინც ჩემს გადაცემებს უყურებს და ვინც გაბედავს პირის გაღებას და კომენტარებში დაწერას, რომ ის რაც დღეს კიევზე მოფრინავდა, საპასუხო დარტყმებია.
მოусმინეთ ყურადღებით. არსებობს ასეთი ცნება, როგორც მიზეზ შედეგობრივი კავშირები. აი მე გირჩევთ თითოეულ თქვენგანს პირდაპირ Google-ში, თუ ეხო Google-ს არ ეკეთებთ, მაგრამ ნებისმიერ საძიებო სისტემაში ჩაწეროთ მიზეზ შედეგობრივი კავშირები. და იქ ხელოვნური ინტელექტი აგიხსნით რა არის ეს. ხო და სწორედ ჩამოუბანებმა რუსეთმა 2014 წელს ყირიმის ანექსია მოახდინა და შეიჭრა დონბასში. სწორედ რუსეთმა დაიწყო სრულმასშტაბიანი ომი უკრაინის წინააღმდეგ 2022 წელს. შესაბამისად, რუსეთი აგრესორია. და ყველაფერი, რასაც უკრაინა აკეთებს, ეს არის საპასუხო დარტყმები. ყველაფერი, რასაც რუსეთი აკეთებს, ეს არის აგრესიის აქტები, რომლებზეც უკრაინას პასუხის გაცემა უწევს. სულ ესაა წერტილი. ყველაფერი, რასაც რუსეთი აკეთებს, არის აგრესიის აქტი, მაგრამ ეს არ არის საპასუხო ქმედებები. საპასუხო ქმედებები იქნებოდა მაშინ, თუ უკრაინა პირველი დაიწყებდა ომს. თუ უკრაინა პირველი დაესხმებოდა თავს რუსეთს. თუ უკრაინა ოკუპირებდა რუსეთის ნაწილს, მაშინ რუსეთის ყველა ქმედება იქნებოდა საპასუხო ან თვითდაცვა. ამჟამინდელ სიტუაციაში რუსეთი აგრესორია, თანაც ველური. ბარბაროსი აგრესორი, რომელიც ბომბავს მშვიდობიან ქალაქებს, საცხოვრებელ სახლებზე ურთყამს, საავადმყოფოებზე და ასე შემდეგ. აი ეს. და კიდევ ერთი რამ. არ არის საჭირო იმის წერა, რომ სად იყავით 8 წელი. უკრაინა 8 წელი ბომბავდა დონბასს, თუნდაც ასე იყოს. დაუშვათ ჰიპოთეტურად თქვენს twin-ში, რომ ასეა. უკრაინა ბომბავდა დონბასს. რა კავშირი გაქვთ თქვენ უკრაინულ დონბასთან? ეს არის სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორია, სადაც თქვენ ველურები და ბარბაროსები მოხვედით და დაიწყეთ უფლებების მოთხოვნა და ტერიტორიების დაპყრობა. იმედია ყველაფერი მაქსიმალურად ნათლად ახსენ. ამ ფონზე სატოვის კრიზისმა უკვე რუსეთის რეგიონებში ბენზინგასამართ სადგურებზე ფასები ამერიკულზე მაღლა აიყვანა. და ეს ძალიან ძლიერად აზიანებს ეკონომიკას. უკვე რუსეთის ფედერაციის 12 სუბიექტში ოფიციალურად AI 92 ბენზინი უფრო ძვირია ვიდრე მისი ანალოგი შეერთებულ შტატებში, რადგან იქ მას რეგულარი ეწოდება. ამის შესახებ მოწმობს როსტატის სტატისტიკა. და აი ამერიკის საავტომობილო ასოციაციის მონაცემებით, რეგულარი საშუალო ფასი აშშერიქუში არის $1 litrზე, რაც ოფიციალური კურსით ცენტრალური ბანკის 29 ივნისის მონაცემებით შეადგენს 78.32 რუბლს. იმიტომ რომ მათ ბოლო მონაცემები ჰქონდათ 29 ივნისამდე. რუსეთის რეგიონებში სათვალის ფასი უკვე უფრო ახლოსაა, ან თუნდაც აღემატება 80 რუბლს litrზე. მაგალითად, კამჩატკაზე ბენზინი უკვე 85.5 რუბლია litrზე. დაღესტანში თითქმის 90 რუბლი. ჩეჩნეთში ოდნავ მეტი ვიდრე 90 რუბლი. ხოლო ტივას რესპუბლიკაში 97.5 რუბლია. ეს ოფიციალური მონაცემებია. ამასთან რეალური ფასები ბენზინზე მაგალითად ოკუპირებულ ყირიმში რამდენჯერმე აღემატება ოფიციალურ სტატისტიკაში გამოქვეყნებულ ამ მონაცემებს. ფასი 200 რუბლამდე ადის 1 litrზე. და ეს იმ შემთხვევაში, თუ ოფიციალურად შეძლებთ მის ყიდვას. თუ ვერ შეძლებთ, გადამყიდველებთან კიდევ უფრო ჯვირად მოვიძიოთ ყიდვა. ამ დროს უნდა აღინიშნოს, რომ ნავთობის ფასები იკლებს და უკვე მესამე სესია, რაც ვარდნა გრძელდება. მას შემდეგ, რაც კატარმა განაცხადა პროგრესის შესახებ ვაშინგტონსა და თეირანს შორის არაპირდაპირ მოლაპარაკებებში, რომლებიც ჰორმუზის სრუტეზეა კონცენტრირებული, ასე რომ ბრენდის ნავთობის ფიუჩერსები უკვე $70-მდე დაეცა ბარელს. ეს ნიშნავს, რომ რუსეთის ნავთობი ურალსის მარკის უფრო უახლოვდება $40 ნიშნულს. და ეს ნიშნავს, რომ კრემლისთვის ნავთობიდან მიღებული ზემოგება სრულდება. ანალიტიკოსებმა დღეს ევროპელ ლიდერებს მკაფიო სიგნალი გაუგზავნეს. რუსეთმა ჩtildeოვანი ფლოტის ტანკერები გამოიყენა ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურის დასაზვერად ევროპულ ქვეყნებში, რათა გამოევლინა სუსტი ადგილები სააერო თავდაცვის სისტემაში. ასეთი დასკვნა გააკეთეს საერთაშორისო სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის ანალიტიკოსებმა. გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით 2024 წლის აგვისტოდან 2026 წლის თებერვლამდე ოფიციალურად დაფიქსირდა 154 შემთხვევა, როდესაც რუსული უპილოტო აპარატები ნატოს 10 ქვეყნისა და ირლანდიის ტერიტორიაზე შეიჭრნენ. რის შედეგადაც ზოგ შემთხვევაში სერიოზული შეფერხებები მოხდა, მაგალითად, მსხვილი აეროპორტების დახურვა. დაახლოებით რეგისტრირებული შემთხვევების ნახევარი, როდესაც რუსული უპილოტო აპარატები აღმოაჩინეს, სწორედ სამხედრო ობიექტებს ეხებოდა. ანგარიშის მიხედვით დრონები გამოჩნდნენ რიგ სტრატეგიულ ობიექტებზე, მათ შორის საცავებზე, სადაც ამერიკული ბირთვული ბომბებია განთავსებული და ფრანგულ წყალქვეშა ნავების ბაზაზე ბალისტიკური რაკეტებით.
ეს ინციდენტები გახდა რუსეთის ფედერაციის მასშტაბური კამპანიის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავდა უპილოტო აპარატების გამოყენებას ევროპის ცაზე. მათი მიზანი იყო რუკის შედგენა და ასევე ევროპული საჰაერო თავდაცვის სისტემების შემოწმება, რომლებიც განკუთვნილია უფრო სერიოზული საფრთხეების წინააღმდეგ, როგორიცაა რაკეტები, ბომბდამშენები და გამანადგურებლები. ამის შესახებ წერია ანგარიში. თუმცა ამ სისტემებს უჩნდებათ სირთულეები, დაბალ სიმაღლეზე მფრენი, ნელა მოძრავი და დიდი ზომის აპარატების, ასევე დრონების აღმოჩენასა და თვალთვალში. აი ციტატა ინსტიტუტის ანგარიშიდან. ჩვენ მიგვაჩნია, რომ რუსეთთან დაკავშირებული გემები და მათი ჩრდილოვანი ფლოტი სავარაუდოდ გამოიყენებოდა როგორც საზღვაო პლატფორმები დრონების სიგნალების გაშვების, გადაჭერის ან გადაცემისთვის. დრონების შეჭრის მსხვერპლი ევროპული ქვეყნები, მათ შორის გერმანია, დანია, ბელგია, ნიდერლანდები და სხვები, ძირითადად ცდილობდნენ, რომ ასეთი ქმედებებისთვის პასუხისმგებლობა რუსეთზე არ დაეკისრებინათ, მიუხედავად იმისა, რომ კავშირები აშკარა. ევროპის რეაქციის შეფასება არათანაბარია და ფრაგმენტულია, დამნაშავის დადგენა კი უკიდურესად ნელა მიმდინარეობს და ხშირად საპასუხო ზომები არაპროპორციულია. და ანალიტიკოსების თქმით, დრონების აქტივობის ნაკლეობა ხმელთაშუა ზღვის რეგიონში დიდწილად აიხსნება ამ რეგიონში უფრო განვითარებული შესაძლებლობებით, განსაკუთრებით საზღვაო მეთვალყურეობისა და ამერიკული წყალქვეშა ნავების გამოყენების კუთხით. იქ შეუმჩნევლად გადაადგილება მით უმეტეს უპილოტო აპარატების გაშვება ბევრად უფრო რთულია. ამიტომ იქ ჩრდილოვანი ფლოტის ტანკებები ისე ხშირად არ მოძრაობენ, როგორც ბალტიის ზღვაში. და იქ კვლევის თანაავტორმა ლუის ბერნმა აღნიშნა, რომ ზოგიერთი მთავრობა აქტიურად იძიებს ამ ინციდენტებს, თუმცა საჯარო თითქოს ისე მოიქცენ, თითქოს ეს ყველაფერი დაავიწყდათ. მისი თქმით, როდესაც 2026 წლის დასაწყისში ევროპულმა ქვეყნებმა, პირველ რიგში საფრანგეთმა, დაიწყეს ჩრდილოვანი ფლოტის რუსული ტანკერების შეჩერება და შემოწმება, უპილოტო აპარატებთან დაკავშირებული ინციდენტები პრაქტიკულად შეწყდა. ეს მხოლოდ ამტკიცებს, რომ რუსები ამ ტანკერებს დრონების გასაშვებად იყენებდნენ, მაგრამ როცა მათი შემოწმება და დათვალიერება დაიწყეს, გადაწყვიტეს ეს შეეწყვიტათ. ამ ფონზე ევროკავშირმა ცოტა ხნის წინ სამხედრო გემებს საშუალება მისცა ხმელთაშუა ზღვაში ჩრდილოვანი ტანკერები დააკავონ და გაჩხრიკონ. ბოლოს და ბოლოს, ხოლო უკრაინამ, რომელმაც უკვე 10-მდე ესეთი გემი დაარტყა, გაეროს მიმართვისას მოუწოდა ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერები კანონიერ სამხედრო სამიზნეებად ცნო. ამიტომ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ევროპელები თუნდაც ჩუმად, მაგრამ მაინც მოქმედებენ და როგორც ჩანს, ჩრდილოვანი ფლოტის ეპოქა ნელ-ნელა სრულდება. გერმანიაში დღეს სასამართლოს წინაშე წარსდგა პირველი და ერთადერთი დაკავებული, რომელიც ეჭვმიტანილია ჩრდილოეთის ნაკადის გასცადენზე ტერაქტების ორგანიზებაში. ეს არის 50 წლის უკრაინის მოქალაქე. გერმანიის ფედერალური პროკურატურა მას ადანაშაულებს სამოქალაქო ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმაში, რაც საერთაშორისო სისხლის სამართლის მიხედვით სამხედრო დანაშაულად ითვლება. ასევე ბრალდებულს ედება ბრალი აფეთქების ორგანიზებაში, სავარაუდო ასაფეთქებელი ნივთიერების გამოყენებით და ნაგებობების განადგურებაში. აი ასე, გერმანული ბრალდების ვერსიით, სერგეი კო, დაახლოებით 2015 წლამდე, რომელიც მუშაობდა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში, ხელმძღვანელობდა 7-კაციან ჯგუფს, რომელმაც სავარაუდოდ ბალტიის ზღვის ფსკერზე გასცადენის აფეთქება მოაწყო 2022 წლის სექტემბერში. 2022 წლის ზაფხულის ბოლოს ბრალდებული მივიდა ობიექტთან დაქირავებული იახტით ანდრომედა, 4 პროფესიონალი მღვინთავის, ასაფეთქებელი ნივთიერებების ექსპერტისა და შკიპერის გუნდთან ერთად. ამის შემდეგ გუნდმა დაახლოებით 80 მეტრის სიღრმეზე დააყენა რამდენიმე ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომლებიც დამზადებული იყო მაღალი ეფექტურობის მქონე ჰექსოგენისა და ოქტოგენის ნაზავისგან. 26 სექტემბერს ერთდროულად ჩრდილოეთის ნაკადის 3 ხაზი განადგურდა. და აი გაუნძიებლებმა იახტა ანდრომედაზე, რომელიც ზამთარში რუგენის კუნძულზე იდგა, ჰექსოგენისა და ოქტოგენის ნაზავის კვალი აღმოაჩინეს. სხვათა შორის, ოქტოგენი ის ნივთიერებაა, რომელსაც სწორედ სამხედროები იყენებენ. ეს ნიმუშები დაემთხვა იმ ნიმუშებს, რომლებიც ჩრდილოეთის ნაკადის დანგრეული მილსადენებიდან აიღეს. ასევე იახტაზე აღმოაჩინეს თითის ანაბეჭდები, შავი მაისური, რომელსაც თმის ღერები ჰქონდა შერჩენილი, ბეისბოლის ქუდი, თერმოსი და რამდენიმე გამოყენებული ყავის ჭიქა. და აი გერმანიის ფედერალური პროკურატურის მონაცემებით, იმ სპეცდანიშნულების ჯგუფის წევრობაში, რომელმაც სავარაუდოდ აფეთქება მოაწყო,
ეჭვმიტანილია 7 უკრაინელი. მათგან ერთი სამწუხაროდ უკვე დაიღუპა ომში, რომელიც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ დაიწყო. გამოძიების მონაცემებით, ტერაქტების ჩადენის მომენტში სერგეი კო, რომელიც გასული წლის ნოემბრიდან გერმანიაში პატიმრობაში იმყოფება, იყო უკრაინის არმიის სამხედრო მოსამსახურე, რასაც მისი სამხედრო ბილეთი ადასტურებს. კაცი დააკავეს ჯერ კიდევ 2025 წლის ზაფხულში იტალიაში შვებულების დროს. გერმანიის ფედერალური სასამართლო პალატის მონაცემებით, სერგეი კო მსახურობდა უკრაინის შეიარაღებული ძალების ელიტურ დანაყოფში ოფიცრის წოდებით. აი გერმანიის ფედერალური სასამართლო პალატის 2025 წლის დეკემბრის დასკვნაში ნათქვამია, რომ ჩრდილოეთის ნაკადების აფეთქება დიდი ალბათობით განხორციელდა უცხო ქვეყნის დაკვეთით. სპეცსამსახურის ოპერაციის ფარგლებში, სპეცსამსახური, ამ დოკუმენტის მიხედვით ამ ოპერაციებზე პასუხისმგებლობა კიევში არსებულ სახელმწიფო უწყებებს ეკისრებათ. გამოქვეყნებულ განცხადებაში გერმანიის პროკურორები ამბობენ, რომ აფეთქების დამკვეთი იყო ციტატა უკრაინის სახელმწიფო ორგანოები. და ასევე დოკუმენტის მიხედვით კიევიდან მიღებული ბრძანების საფუძველზე თანამზრახველებს აფეთქება უნდა მოეწყოთ. ციტატის მიხედვით მიზანი იყო სრულად შეეჩერებინათ გაზის მიწოდება ამ მილსადენებით და რუსეთისთვის წაერთმიათ შესაძლებლობა ბუნებრივი აირის ვაჭრობიდან მიღებული შემოსავლები სამხედრო მოქმედებების დასაფინანსებლად გამოეყენებინა, რაც ლოგიკურია. თავად სერგეი კეიმ ყველა ბრალდება უარყო. როგორც ხედავთ, უკრაინა ამ თემას ჯერჯერობით საჯაროდ არ აკომენტარებს და სხვათა შორის სწორადაც იქცევა. დარწმუნებული ვარ, რომ დიპლომატიურ დონეზე ამ საქმეზე მოლაპარაკებები ნამდვილად მიმდინარეობს. აქ მრავალწევდილს დავსვამ. თქვენი აზრი და დასკვები დაწევეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააცკაპუნეთ ზარზე და არ დაგავიწყდეთ ლაიქის დაჭერა. ამით ყველაფერი დასრულდა. იზრუნეთ